მე-6 საუკუნის საქართველოს და გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე მყოფი ქართული სამეფოები გლობალური დაპირისპირების ეპიცენტრში პირველი არხის შენობაში ახალი მხატვრული დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. ეგრისის დიდი ომი ასე ჰქვია ფილმს, რომლის ავტორი ვასილ მაღლაფერიძეა. სცენარი რომაელი ისტორიკოსების ნაშრომებს ეფუძნება, მოვლენები კი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა გაცოცხლებული. მაყურებელი იმოგზაურებს დროში, როცა რომი და ირანი ერთმანეთს აბრეშუმის გზაზე კონტროლისთვის ებრძოდნენ ერთმანეთს. იმპერიებს შორის მოქცეული ეგრისის სამეფო კი, რომელსაც მეფე გუბაზი მართავდა, ურთულესი გამოწვეობის წინაშე აღმოჩნდა. მეფეს არაერთი რთული გადაწყვეტილების მიღებაც მოუხდა. მარიკა შალიკაშვილი გვეტყვის, როგორ ჩაიარა დღევანდელმა პრემიერმა და როდის გაიმართება ფილმის სატელევიზიო პრემიერა. მარიკა. დიახ, თამთა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულდა საქართველოს პირველი არხის ახალ შენობაში, დარბაზ ილუზიონში ფილმის ეგრისის დიდი ომი პრემიერა. ჩვენ ვნახეთ პირველი სერია ამ ორსერიანი მხატვრულ დოკუმენტური ფილმის, რაც შეეხება უკვე სატელევიზიო პრემიერას. ის ახალ 2026 წლის ზამთრის სეზონზე თებერვალში გაიმართება. პრემიერას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი არხის თანამშრომლები, პრემიერას ესწრებოდა საქართველოს კულტურის მინისტრი, სფეროს წარმომადგენლები, როგორც ისტორიკოსები, ასევე კინომცოდნეები. ფილმის დასრულების შემდეგ დარბაზში იყო ტაში და ამის შემდეგ უკვე სცენაზე გამოვიდნენ საქართველოს კულტურის მინისტრი, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი, ფილმის ავტორი ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც ფილმის სცენარი შექმნა რომაელი ისტორიკოსების ნაშრომების მიხედვით. აღსანიშნავი არის, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, პირველად იქნა გამოყენებული მხატვრულ დოკუმენტურ კინოში 70% ხელოვნური ინტელექტის დახმარებით არის გაცოცხლებული პერსონაჟები. მართლა ძალიან შთამბეჭდავი არის ეს ფილმი და ამას მაყურებელი ძალიან მალე ნახავს. ახლა კი მოდით მოვისმინოთ როგორც შემქმნელების, ისევე დამსწრე საზოგადოების კომენტარები ფილმთან დაკავშირებით. პირველ რიგში ვულოცავ გადამღებ ჯგუფს, მთლიანად ავტორთა ჯგუფს, რეჟისორს და განსაკუთრებით ბატონ ვასიკოს ვულოცავ და საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამ პროექტის მნიშვნელობა, როგორც ჩემეცნებითი კუთხით, ისე ჩვენი ისტორიის წარმოჩენის კუთხით, ისე ისეთი ფაქტების გამოვლენის კუთხით, რაზეც დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში არავის უცდია, რომ ეს ისტორია ესე გაეცოცხლებინა, არის უმნიშვნელოვანესი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კინოინდუსტრიის განვითარების კუთხით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და კულტურის სამინისტრომ ამაზე ერთად ვიზრუნოთ და ძალიან საინტერესო ფორმა იყო, როგორც მხატვრულის და დოკუმენტურის ერთად გაერთიანების. ხელოვნება არის დიდი ექსპერიმენტების სფერო და თუ ექსპერიმენტს არ გააკეთებ, ვერასოდეს დიდ თემას ვერ შეეხები. ამდენად ვულოცავ მთელ ჯგუფს და იმედს ვიქონიებ, რომ ამ ფილმს ძალიან ბევრი ადამიანი ნახავს. ელემენტარულად ყველაფერსო თავი დავანებოთ, ეს ისტორია უნდა იცოდეს ყველა ქართველმა. ვფიქრობ, თავად მაყურებელი მიხვდება რამხელა შრომა ამ ფილმში ჩადებული. პირველ რიგში ნამდვილად უპრეცედენტოა ხელოვნური ინტელექტის ესეთი ხარისხის გამოყენება, რომელსაც შემიძლია ვთქვა რაღაც ანალოგი გავავლოთ, ახლა დასავლური მედია აქტიურად იყენებს, თუმცა ხარისხობრივ ნაწილში, როგორც ვიზუალური, ასევე მაგალითად გახმოვანების მხარე არის ძალიან მაღალი სტანდარტის და ძალიან მაღალი ხარისხის. გარდა ამისა, ისტორიული მნიშვნელობა, გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კუთხი და პირველი არხის პრიზმიდან ჩვენ სულ ალბათ, რომ ჩვენი ძირითადი მისია არის საქართველოს უკეთ წარმოჩენა, საქართველოს კარგად გაგება, საქართველოს ისტორიის კარგად ცოდნა და ამ ქვეყნის სიყვარული და მე მგონი ყველაფერია ამ ფილმში ჩადებული. ეს ფილმი გარკვეულად არის ექსპერიმენტი. ეს არის ესე ჩავიფიქრეთ, რა გამოვიდა, ნახოთ. ეს არის შემეცნებითი საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს და იქნება არა მარტო ახალგაზრდებს, კიდევ ერთხელ ფორმას ვეძებთ, როგორ დავანახოთ და წაიკითხოთ ისტორია, რაც ჩვენ ძალიან ვფიქრობ, რომ გვიჭირს და ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომ ადამიანებმა ჩვენ არ დავიწყოთ ჩვენი საკუთარი ისტორია, იმიტომ რომ საკუთარი ისტორიის დავიწყება ეს არის ერის გაქრობის წინაპირობა და ამის პრეტენზია ჩვენ არ აქვს, რომ ამას ამოვასვით, მაგრამ აი მისი მცდელობა არის, რატომ? იმიტომ რომ სრულფასოვანი ისტორიული ფილმები საერთოდაც უკვე პრობლემატურია არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში და აი ვცადეთ, რომ ხელოვნური ინტელექტით ჩაგვეტარებინა ეს ექსპერიმენტი. ფიქრობ ექსპერიმენტმა გაამართლა, იმიტომ რომ რაც ჩვენ გვინდოდა რომ ის ემოცია მოგვეტანა, ის კონკრეტული ამბავი მოგვეყოლა და მე მიგვეტანა თავისი ემოციით თუ შინაარსით,
ეს რაღაცნაირად მოვახერხეთ. ვფიქრობ, ისეთი გამოცდილება მივიღეთ და იმდენად საინტერესო გზა გავიარეთ, რომ ეს კიდევ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენებს სავარაუდოდ, თუმცა პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა ითქვას, ის არის, რომ ასეთი ფილმები, ისტორიული ფილმები მარტივად გადასაწყვეტი არის ხელოვნური ინტელექტის საშუალებით და კარგი იქნება თუ ამ გზას გავაგრძელებთ და აქ არ დასრულდება. მნიშვნელოვანია პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ახალგაზრდებს გააცნობს იმას, როგორი იყო საქართველოს ისტორია და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია კიდევ იმიტომ, რომ ამ ფილმში კარგად არის დანახული საქართველოს გეოპოლიტიკური სურათი, რომელიც დიდად არ შეცვლილა, რაც იყო მე-6 საუკუნეში. დღესაც ჩვენ გვაქვს იგივე ვითარება სავაჭრო გზები, საქართველოს როგორც ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და ვფიქრობ, ამ ფილმმა საკმაოდ კარგად აჩვენა ეს კომპონენტი ზუსტად საქართველოს ისტორიის. ვასილ მაღლაფერიძის ფილმს ეგრისის დიდი ომი, რომლის რეჟისორი თამარ ციციშვილია, მაყურებელი უკვე თებერვალში ნახავს. ფილმში არის გაცოცხლებული მე-6 საუკუნის საქართველო და 70% ფილმში არის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გაცოცხლებული კადრები. მადლობა ახალი ფილმის პრემიერის შესახებ მარიკა შალიკაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.